მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და დღეს მოვიყვებით თამბაქოს ტიპების შესახებ. Ძირითადად 4 ტიპის თამბაქო არსებობს, რომლისგანაც კეთდება უამრავი ბლენდი. ანუ ბლენდი არის რამდენიმე თამბაქოს ნაზავი ან შინაარევი, რომელებიც ძირითადად 4, მაქსიმუმ 5, მე რაც ვიცი, თამბაქოს შინაარევებისგან შედგება. და ვისაუბროთ ახლა თითოეული მათგანის შესახებ. ესე იგი, ყველაზე გავრცელებული თამბაქოს ტიპი არის ვირჯინია, რომელიც სამშობლო არის ამერიკა, ვირჯინიის შტატი და ჩრდილოეთ კაროლინაშიც მოდის, თუმცა აფრიკაშიც მოჰყავთ და სამხრეთ ამერიკაშიც. მას აქვს ასე ვთქვათ, ციტრუსის მოტკბო გემო აქვს. თვითონ ეს თამბაქოს ტიპი გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით, რის გამოც ის მხურვალედ იწვის ძალიან და თუ ვირჯინიას ეწევით, ამიტომ აუცილებელია, რომ ნაკლებად აგრესიულად მოწიოთ, რადგან არ გაგიხურდეთ ჩიბუხი, უმეტესად ხურდება. მისი მაღალი შაქრიანობიდან გამომდინარე. რაც უფრო დაძველებისკენ მიდის ვირჯინია, მით უფრო შაქრის რაოდენობა იმატებს მასში და შესაბამისად კიდევ უფრო ხურვალედ იწვის სხვადასხვა ბლენდებთან ერთად. ნიკოტინის შემცველობასაც შეეხება, ძირითადად დაბალი და საშუალო დონის ნიკოტინის შემცველობა აქვს, მაღალი ნიკოტინის შემცველობით არ გამოირჩევა. შემდეგი, ასე ვთქვათ, ძალიან გავრცელებული თამბაქოს ტიპი არის ბორლი. ბორლის ქვია ეძახიან ბორლის, იმიტომ რომ განსხვავებული დამუშავების მეთოდი აქვს, მას ესე იგი, შემდეგად მოსავალს აიღებენ, მას განათავსებენ ბნელოთახში, დაკიდებენ ბნელოთახში, სადაც უნდა იყოს ვენტილაცია, ვენტილირებადი ოთახი უნდა იყოს და აი ამ მდგომარეობაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში ის განიცდის, ასე ვთქვათ, გამოშრობას. რის შემდეგაც მასში იმატებს ნიკოტინის რაოდენობა, როგორც ამბობენ და ბორლი ერთ-ერთი თამბაქოს ტიპია, რომელსაც ყველაზე მაღალი ნიკოტინის შემცველობა აქვს. თუმცა ის ნაკლებ ზეთოვანია, უბრალოდ ზეთოვანია, ნაკლებ ზეთოვანი არის ვირჯინია. ბორლი ზეთოვანია და უფრო გრილად იწვის და ამიტომაც მას უხამებენ ისეთ ტიპებს თამბაქოს, რომელიც ხურვალით იწვის, როგორც არის ვირჯინია, ბორლის მინარევი, რაღაც ესეთი უფრო ერთი მეორეს ანეიტრალებს, ასე ვთქვათ რა. ხო, მეტი ბორლისთან დაკავშირებით მე მგონი, რომ არაფერი არ არის მნიშვნელოვანი, რომ გითხრათ. მესამე ტიპი თამბაქოს არის ორიენტალი. ორიენტალი ძირითადად მოდის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საბერძნეთი, ბულგარეთი და თურქეთი არის ძირითადად დიდი მწარმოებელი ამ ტიპის თამბაქოს. ჩვენთანაც ორიენტალის ტიპის თამბაქოა ცნობილი სამსუნი, სხვათა შორის აქ არ მიდევს ახლა. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ბათუმში და ვიყიდე ეს ქედის თამბაქოს რო ეძახიან. ფაქტურად ის ორიენტალია, სამსუნის თამბაქოა. კარგია მოსაწევად, მაქვს მოკლედ სულ მაქვს ეს თამბაქო. ასე ვთქვათ, ყოველთვის ვერ მოწევ, მაგრამ რაღაც პერიოდულობით სასიამოვნო მოსაწევია. მე მგონი რაღაც უფრო ტექნოლოგიებთან არის ახლა დაკავშირებული ჩვენ ალბათ უფრო ნაკლებად გვაქვს გაცნობიერებული როგორ უნდა დავამუშაოთ ეს თამბაქო და იქ სიგარეტისთვის სხვანაირი დამუშავება ჭირდება, ჩიბუხისთვის სხვანაირი დამუშავება ჭირდება და შეიძლება ეს იყოს ძირითადი მიზეზი, თუმცა კიდევ ერთხელ საქართველოში რაც არის, ეს არის ძირითადად სამსუნის ჯიში, რომელიც მოდის ორიენტალიდან. ორიენტალი იმიტომ ქვია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილიდან მიდის ევროპაში, ხო და ძველად ეძახოდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპას ორიენტს ეძახოდნენ და შესაბამისად ორიენტალ თამბაქო არისო, მაგ ხრივ დაარქვეს სახელი რა, იქიდან წამოსული თამბაქოა. გემოს კუთხით არის უფრო მომჟავო, მომწარო გემო აქვს. ძირითადად შრება, ანუ როდესაც აიღებენ მოსავალს, კიდებენ მზეზე, მზიან ადგილებში
გარეთ მეც მინახავს მაგალითად სოფელში ჩავდიოდი ხოლმე ბაბუაჩემს მოყავდა თამბაქო და აი ნალის ქვემოთ ესე გაბმულ ძაფებზე კიდევდა ხოლმე რა თამბაქოს გასაშრობად და ეს მახსოვს რაღაც ჩარჩენილი მაქვს გონებაში აი ეს სურათი. ესე იგი ნიკოტინის შემცველობა აქვს ძირითადად დაბალი და სასიამოვნო არომატული მოსაწევია. თუმცა კიდევ ერთხელ აი ისეთი აი ჩემთვის მაგალითად გააჩნია ხო ანუ კიდევ ერთხელ ეს ძალიან ინდივიდუალურია ჩემთვის მაგალითად ყოველთვის ვერ მოწევ მაგას რა ანუ რაღაც პერიოდულობით ვეწევი მაგრამ ყოველთვის ვერ მოწევ. შემდეგი არის ლატაკია ძირითადად სამშობლო ლატაკიის სამშობლო არის სირია და სირიის ერთ-ერთ ქალაქში ლატაკიიდან არის წამოსული და მაგიტო დაერქვა, თუმცა დღესდღეობით ცირთად კვიპროსული ლატაკია მოდის. მას ესე იგი მისი დამუშავება ხდება აი ამ ფოთლების დამუშავება ხდება კვამლით, სხვადასხვა ტიპის ხეებს და სუნდელოვან ხეებს წვავენ და ეს კვამლი შედის აი ამ ფოთლებში და თვითონ ეს ჯიში თამბაქოსი თვითონ კვამლით იწვის რა, ძირითადად ინგლისურ ბლენდებში არის ძალიან პოპულარული. გემოთიც რაღაცა ისეთი ნეიტრალური გემო აქვს, ცოტა მომჟავო გემო აქვს და ნიკოტინის შემცველობა აქვს საშუალო. ჩემი რჩევა იქნება, რომ ანუ ეს ეხა მე რასაც გიყვებით, ხო? ანუ მე ესე დავიწყე, რომ აი მინდოდა რომ თითოეული თამბაქოს გემო გამეგო და ამიტომ როცა ვიწერდი ხოლმე თამბაქოებს, ვცდილობდი რომ გამომეწერა მხოლოდ ერთი ტიპის თამბაქო, რომ მისი გემო გამეგო, რომ მე ბლენდს რო იწე უკვე იმაში კარგად ერკვევი რა რომელიც გემო უფრო დომინირებს, ისედაც კი იცი აწერია, მაგრამ აი შენც თვითონაც მე ხვდები უკვე გემოებს რა. ამიტომ სასურველია რომ როდესაც გინდათ აი გემოების შესახებ რო გქონდეთ კარგი წარმოდგენა ხო ანუ გამოიწეროთ ისეთი და იყიდოთ ისეთი თამბაქო რომელიც ერთი ტიპის თამბაქოა რა აი თქვა ვირჯინია ან ბერლი არის და შესაბამისად უკვე გემოს რო იცნობთ მე უკვე სხვა ბლენდებში მისი ამოცნობა გაგიადვილდებათ ხო ძირითადად ეგ მინდოდა თქვენთვის რომ მეთქვა კიდევ ერთი ტიპის თამბაქოა პრინციპში, რომელიც უნდა ვახსენოთ, არის პერიკი, ლუიზიანას შტატში მოდის, ყველაზე ძვირადღირებული თამბაქოა, იმიტომ რომ მისი დამუშავების პროცესი არის რაღაც პერიოდთან დაკავშირებული, ანუ როგორ აკეთებენ ხო მაგას, რომ როდესაც აიღებენ, წნეხავენ აი ამ ფოთლებს, სადაც გამოიყოფა წვენი და აი ამ წვენში ტოვებენ აი ამ ფოთლებს დაპრესულ მდგომარეობაში რაღაც კასრებში, მუხის კასრებში ინახავენ ვისკის კასრებში და ვისკის მუხის კასრებში ინახავენ რამდენიმე ხნის განმავლობაში, ალბათ წლის განმავლობაში და უკვე იქიდან ამოღებული თამბაქოს აქვს რაღაცა აი მომწარო მომჟაო ძირითადად უფრო მომწარო გემო რაც ანუ კიდევ ახლა არასასიამოვნო მომწარო გემო არ არის რა აი მე მაგალითად ძალიან მომწონს პერიკი და ძირითადად მას ანუ ცალკე როგორც ბლენდად თამბაქოთის არ ყიდიან ძირითადად ბლენდებში ურევენ რა აი მაგალითად წინაზე ჩვენ ერთ-ერთ ვიდეოში რომ თამბაქოს მოვწიეთ morning payout-ი იქ ის იყო ვირჯინიას და პერიკის ნაზავი და აი ყველაზე აი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამბაქოა ეგ რა საუკეთესო ნაზავია მე როგორც გითხარით ანუ ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ისეთ ბლენდებს სადაც თამბაქოს ბევრი ნარევი არ არის რა 2 მაქსიმუმ 3 2 ყველაზე კარგია ერთიც ძალიან მომწონს კონკრეტულად ერთი გამოკვეთილი გემო როცა მოდის და შესაბამისად მეც გირჩევთ რომ პირველად ანუ იმისათვის რომ წარმოდგენა გქონდეთ თამბაქოების შესახებ თუ რომელს რა გემოაქვს და მე მაგის მიხედვით განსაზღვროთ რომელი არის თქვენი ფავორიტული თამბაქო და რომელი უფრო რომლის მოწევა უფრო გსიამოვნებთ ამისათვის აი ცალკეული თამბაქოს ტიპები უნდა გამოიწეროთ იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ეგ არ არის შოუება უნდა გამოიწეროთ ძირითადად და მე უკვე ბლენდებზე შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ სულ ეს არის მეგობრებო, აბა დროებით, happy fighting, კარგად.